დღეს გიზიარებთ ჩაშუშული სოკოს რეცეპტს. სოკო მოვუკრიფეთ ჩემს ეზოში. ყოველ წელს ერთ და იგივე ადგილას იზრდება მანჭკვალა. არის ძალიან გემრიელი. სოკო აუცილებლად უნდა გაირეცხოს გამდინარე წყალში. ვამზადებ მხოლოდ სოკოს ქუდებს. გარეცხილი და დაჭრილი სოკო მოვათავსოთ ქვაბში, დავასხათ ცოტა წყალი, მოვხარშოთ 20-25 წუთის განმავლობაში და გადავწუროთ საწურზე. ტაფაში ჩავასხათ ზეთი, ჩავყაროთ დაჭრილი ხახვი და მოხარშული სოკო. მოვშუშოთ მზაობამდე. მოშუშულ სოკოს დავუმატოთ გემოვნების მიხედვით მარილი, ცხარე წიწაკა, შავი პილპილი, დანაყული ნიორი და დაჭრილი ნედლი ქინძი. კარგად ამოურიოთ, გადავიტანოთ ლანგარზე და გემრიელად მივირთვათ. გემშვიდობებით შემდეგ გემრიელობამდე.